გიზიარებთ კრემიანი ფუნთუშების, იგივე პონჩიკების რეცეპტს. ცომის დედისთვის რძეში უნდა გავხსნათ საფუარი, შაქარი და ფქვილი. გავაჩეროთ სითბოში. 20 წუთის შემდეგ ამოსულ ცომს დავუმატოთ კვერცხი, ვანილი და დარჩენილი ფქვილი. ზელვის დროს დავუმატოთ რბილი კარაქი. სანამ ცომი ისვენებს, მოვამზადოთ ვანილის კრემი. რძეში გავხსნათ ვანილი, შაქარი და ფქვილი. წამოვადუყოთ და დავუმატოთ კარაქი. შევაგრილოთ და გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში. ამოფუებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად, გავაბრტყელოთ და ამოვიყვანოთ ფორმები. გადავიტანოთ საცხობ ქაღალდზე და გავაჩეროთ გაორმაგებამდე. გირჩევთ ეს ეტაპი არ გამოტოვოთ. გავაცხელოთ ზეთი და გადავიტანოთ ფუნთუშები ქაღალდიანად და ვაცხოთ ორივე მხრიდან სრულ დაბრაწვამდე. საფუნთუშები დავფაროთ შაქრით ან შაქრის ფანტელით. ამოვავსოთ ვანილის ჰაეროვანი კრემით. ეს არის ცომი, რომლით მომზადებული ფუნთუშებიც გამოდის ფუმფულა, გარედან უგემრიელესი ხრაშუნა ქერქით. მოიმარაგე ინგრედიენტები, სცადე და გამიზიარე.